თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან და გეგმილია სტუმრების ჩამოსვლა კანადიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. ფესტივალის ფარგლებში ქართული თეატრების სცენაზე 10-მდე ქვეყნის საუკეთესო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საიუბილეო პროგრამა უკვე დაწერილია. შემოდგომაზე საქართველოს მსოფლიოს წამყვანი თეატრალური დასები ეწვევიან. ფესტივალში წელს რამდენიმე დასი პირველად მონაწილეობს, თუმცა იქნება ის თეატრებიც, რომლებიც თბილისური აუდიტორიის წინაშე შარშანად წარდგნენ. პირველად ჩამოდის რობერტ ლებაშის დასი ექს მაშინა, პირველად ჩამოდის პიპო დელ ბონეს კომპანია, პირველად ჩამოდის სილვე ბურკარეტეს სპექტაკლები საქართველოში, მეორედ არის მაია კრიჩევსკას სპექტაკლი. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქართული თეატრების საფესტივალო რეპერტუარს. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა თეატრებიდან 31 სპექტაკლი დაიდგმება. ქართული შოუკეისი არის წარმოდგენილი 31 ქართული სპექტაკლი თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან საქართველოსი. მართლა ძალიან საინტერესო პროგრამაა, მართლა წინვარე წელს. ქართულ პროგრამაში დათა თავაძის 2 სპექტაკლია წარმოდგენილი. წლევანდელ შოუკეისზე იქნება 2 ჩემი სპექტაკლი, ეს იქნება ამ სეზონში დადგმული ტროელი ქალები, რომელსაც შვედეთში ქონდა პრემიერა, ეს არის დოკუმენტურ მასალაზე აგებული პიესა, რომელიც ეხება ქართულ ომებში მონაწილე ქალთა გამოცდილებას და მეორე სპექტაკლი იქნება ზამთრის ზღაპარი. მაყურებელი იხილავს პროგრამა ნიუს, რომელშიც დამწყები მსახიობების ნამუშევრებს წარმოადგენენ. ფესტივალი ყოველწლიურად იკრებს ძალას, იკრებს ღონეს, ხდება მეტად მრავალფეროვანი და უფრო მეტად საინტერესო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იმისა, რომ ქართული თეატრალური ცხოვრებამ გაარღვიოს საზღვრები და ყველა ის თანამედროვე ხედვა, რომელიც გააჩნია საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებას, შემოტანილი იყოს ჩვენ ქვეყანაში. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში კავკასიის ქვეყნების ყველა ფესტივალს გაუწია კონკურენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ, როგორი უკეთესი ხდება ქართული თეატრი ამ წლიდან წლამდე. რამდენად საინტერესო ხდება ქართული პროგრამა. 19 სექტემბრიდან საქართველოს დედაქალაქი დიდ ვარსკვლავებს, მოვლენებსა და საინტერესო სპექტაკლებს უმასპინძლებს. ფესტივალი 8 ოქტომბერს დათა თავაძის ტროელი ქალებით დაიხურება.